მოგესალმებით. ჩვენ დღეს ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანზე და სამწუხაროდ აქტუალურზე და ძალიან ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ბევრი ასპექტით განვიხილოთ. ეს გახლავთ ნაადრევი ქორწინება და ამ ქორწინების გამო გამოწვეული რაღაც შედეგები, რომელიც ყოველთვის სამწუხაროდ არ არის დადებითი. ნაადრევს როცა ვამბობთ, აქვე ხაზს გავუსვამთ, რომ ლაპარაკია 12, 13, 14 წლის ბავშვებზე, იმიტომ რომ ისინი კანონითაც მოიხსენიებენ როგორც ბავშვები ამ პერიოდში და რამდენადაც ნებაყოფლობითი არ უნდა იყოს ეს ნაბიჯი. ჩვენ მაინც ვეცდებით, რომ განვიხილოთ, რამდენად კანონიერი ეს ყველაფერი, რა შედეგები შეიძლება იყოს ამის შემდეგ და რამდენად მდგრადია ბავშვის ფსიქიკა ამ დროს, როცა ის დაუშვათ 12 წლის ასაკში თulis რომ შეუძლია რომ გათხოვდეს და რაც ყველაზე ცუდი ალბათ საზოგადოება ყველა მის გაშორ მათ შორის ოჯახი თulis რომ ეს ჩვეულებრივი ნორმალური მოვლენაა და ამას წინ ვერაფერი დაუდგება. სამწუხაროდ არის ეს პრობლემა განვითარებადი ქვეყნების და ჯერ კიდევ რაღაც გადმული ტრადიციების, რაც ხშირ შემთხვევაში სწორედ უბიძგებს ასეთი ტიპის ქმედებაზე. ხა აღარ მოვიყვან მაგალითებს, ყველამ ვიცით ბოლო პერიოდში რაც ხდება, ის რომ იგივე ოჯახის მხრიდან ხდება ხშირ შემთხვევაში ესეთი გარიგებითი და იძულებითი ქორწინებები და რითი სრულდება ხოლმე ეს ან ოჯახიდან გაქცევით, ხანდახან სამწუხაროდ სუიციდის შემთხვევებითაც კი, თუმცა ალბათ გარდა რა თქმა უნდა ყველაფრის ამის სათავე და საფუძველი არის ისევ ინფორმაციის არ ქონა და ნაკლები განათლება, რადგან მუდმივად საუბრობთ, ალბათ ამ კუთხით ძალიან გასააქტიურებელია სამუშაოები, მით უმეტეს თუნდაც იმ თვითონ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც არც კი იციან, თქვათ, აი შედეგები ახსენე, რა ხდება ხოლმე ამ დროს, ხო? იგივე ნაადრევი ორსულობა, აბორტები და ასე შემდეგ. რა თუნდაც ჯანმრთელობის კუთხით რა საფრთხეს შეიცავს ეს ახალგაზრდებისთვის, მათთვის და მათი მომავალი შვილებისთვის. არ ვიცი, ვფიქრობ, ასეთი ინფორმაცია ნამდვილად საჭირო არა, შეიძლება მეტი დოზით მიეწოდებოდეს იგივე სკოლებში, იმიტომ რომ რამდენი ახალგაზრდა მოზარდი ანებებს განათლებას, სწავლას თავს. სწორედ ამ ნაადრევი ქორწინების გამო ეს სტატისტიკა არის მართლაც საოცარი, რომ აი ეს მე-7-დან მე-9 კლასის ჩათვლით მით უმეტეს ეს არის ესეთი პერიოდი, ხო, როდესაც აი დაამთავრა მან განვითარება, განათლება და შემდგომ უკვე შედეგებზე აღარ ვისაუბრებ. ხო, მაგრამ საქართველოში, კანონით, რა თქმა უნდა, 18 წელი იგულისხმება და 16 წლისანი როცა არიან, უკვე მშობლების თანხმობაა საჭირო. მაგრამ საერთოდ ალბათ მსოფლიოს სენს დავარქმევ ამას, იმიტომ რომ ნაადრევი ქორწინება იმდენად არ არის მიზანშეწონილი, რომ 15 წლიდან 19 წლამდე მსოფლიოში აი ეს გოგონები, ამ ასაკის გოგონები 16 მილიონია აღრიცხული, ასე თუ ისე, ხლა ზუსტი მონაცემი ეს არ არის, მაგრამ გათხოვილები ქალბატონიდან თუ რომლებმაც ბავშვები გააჩინეს ამ ასაკში. ხო, აი ხლა ეს ზუსტად მე არ ვიცი ამ კითხვაზე როგორ გიპასუხო, უბრალოდ ნაადრევი ქორწინება და შეუღლება ეს იგულისხმებოდა, მაგრამ ეხლა ცოტა იუმორიც გავურიოთ ამაში, იმიტომ რომ მართლა გამეცინა ნინო წარმოგიდგენია რაღაცა 11 წლის გოგონა გაათხოვეს და როგორც სად მოხდა ეს ნანა? ესეც არ ვერ ამოვიკითხე, არ იყო ნაგულისხმები რომელ ქვეყანაში გათხოვდა და ოჯახმა დაავალა უკვე საქმიანობა და უთხრეს, რომ კარტოფილი გათალე და ეს კერძი უნდა გააკეთო რაღაცა და სარდაფში ჩავიდა ეს გოგონა და კარტოფილი გათალე უთხრეს მთელი ესე იგი ეს ტომარა კარტოფილი გათალა. იმის თქვა მინდა რომ როგორც დიასახლისიც კი არ არის ჩამოყალიბებული, სწავლა განათლება უკვე მოკლებულია და ეს უკვე ქვეყნის უწოდინარობაზეც იქნება ხო ასახული. მოკლედ იმის თქვა მინდა რომ ნაადრევი
არაფერი არ ვარგა, არ ვიცი, ვარგა რამე? არა, ნამდვილად არ ვიცი, ვარგა თუ არა და არა, ზოგიერთი საკითხი ხო შეიძლება ვარგოდეს. წიგნის კითხვა ნაადრევი კარგი იქნება ძალიან. აი ეს ის შეფრთხილება შეიძლება კი ბატონო რაზეა საუბარი, მაგრამ ეხლა მშობლები ახსენენ ნანა ამაზეც იყო ინფორმირებულობაზეც იყო ლაპარაკი და ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის რომ ასეთ შემთხვევაში თავისთავად ახლა სახელმწიფო უნდა იყოს ძალიან მკაცრი ყველა იმ კანონის აღსრულებაში რომელიც ამ კონკრეტული მიმართულებით არსებობს და საერთოდ ნებისმიერის მაგრამ ამ კონკრეტული შემთხვევაში მე მაინც მგონია რომ სახელმწიფოს გარდა აუცილებელია კიდევ აი ის განათლება საზოგადოების მე ვგულისხმობ იმ რეგიონებს ხა თბილისში ეს კიდევ ნაკლებად გვეხება და სწორედ ამაშია ჩვენი პრობლემა არც სტატისტიკა არსებობდა ჩვენ რატომღაც სულ გვეგონა რომ ეს ეთნიკურად ქართველებს არ ეხებათ რომ ეს ეთნიკურად აბსოლუტურად სხვა ერის წარმომადგენლების პრობლემაა და არა ჩვენი და სინამდვილეში ეს ასე ნამდვილად არ აღმოჩნდა სტატისტიკა არსებობს რომ ზუსტად ასევე შეიძლება ცოტა ნაკლებად მაგრამ ჩვენი პრობლემაც არის ეს და მხოლოდ მედიის ვთქვათ გააქტიურება და მხოლოდ აი გადაცემებში ამაზე საუბარი აღარ გმარა ნამდვილად აღარ არის საკმარისი იცი რა არის უკაცრავად ნინო დამთრგუნველი რომ მხოლოდ მედიის გააქტიურების შემდეგ და მას შემდეგ რაც ერთი კონკრეტული ისტორია გახდება ყოველთვის ცნობილი სამართალდამცავი ორგანოებიო ადგილობრივი ძალაუფლების მქონე ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ახდენენ რეაგირება მაშინ უნდა მოახდინოს სალომე ეგ პრობლემა სულ არ არის მე პრევენციულ ზომებზე ვამბობ რომელიც უცნაურია ის რომ რაღაც კონკრეტული ფაქტები რომლებიც მით უმეტეს პატარა თემში ყველასთვის გადასარავად არის ცნობილი და ყველა მზედმიწევნით კარგად ზუსტად მიდიხარ იქ სადაც და არავინ აბსოლუტურად არ თulis რომ რეაქცია უნდა რაიმე სახის რეაქცია უნდა ჰქონდეს პრევენციაზე აღარ არის ლაპარაკი თუნდაც აი შემდგარი ფაქტზე რაღაცა გარკვეული რეაგირება, ხო? არავინ ამას არ აკეთებს. მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება ეს ხშირ ძალიან უცნაური და დაგვიანებული და ხშირად არაადეკვატური რეაქციის, ეს ვთქვათ, საბაბი, როდესაც სადღაცა გაჟღერდება ეს ყველაფერი პრესაში და ამაზე დაიწყებენ ლაპარაკს. აი ესეც ეს არ ვიცი, ცალკე არის ალბათ ტრენინგები ჩასატარებელი იმ ადგილობრივი და უშუალოდ სამართალდამცავებისათვის, რომლებიც ასეთივე თემის წარმომადგენლები არიან და წარმოდგენა არ აქვს. შეიძლება რომ ასე ამ შემთხვევაში რაღაცა ზომები უნდა მიიღოს. აი რა ზომები უნდა მიიღოს სამართალდამცავის უშუალო მისაღები ზომები არის აღკვეთოს ფაქტი. დააკავოს ადამიანი და მერე ჩააბაროს და სასამართლომ განიხილოს ეს საქმე, ხო? ის ყოველთვის გაიმართლებს თავს, რომ ჩემი მოვალეობა და უფლება ისაზღვრება იქ, სადაც ხდება დანაშაული. ის ადამიანი მანამდე პრევენციის ზომებში. რამდენი ხნის შემდეგ, რაც დანაშაული მოხდა. ხო, ну აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ ეს მოხდა მაგალითად 1 წლის შემდეგ. ეს ცალკე თემა. ეს ნორმალურია? ეს არ არის რა თქმა უნდა ნორმალური. მაგრამ ჩვენ ვიწყებთ ბოლოდან. ვილათ რომ თქვა სოფელში. ჩვენ ვიწყებთ ბოლოდან. იმ სოფელში ეს უცნაური 1 წლის წინ ხომ არ დაწყებულა. ის ხომ საუკუნეების პრობლემაა და სუფთაშუა საუკუნეებრივი ასე ვთქვათ მოწყობა მენტალურ დონეზე. ხო ასეა. ამას უნდა მუშაობა, თორემ ის რაც გააკეთებს სამართალდამცავი თავის საქმეს აუცილებლად გააკეთებს მით უმეტეს როცა ხმაური ატყდება. ბუნებრივია ის რეაგირებას ამაზე მოახდენს და ის თავის უფლება მოსილებებაში ჩაჯდება და გააკეთებს ამას კი ბატონო აიყვანს იმსთვე დაკითხვა იქნება თუ შემდეგ ინსტანცია რომელ ინსტიტუციას ეხება მე სულ იმას ვამბობ რომ რომელ ინსტიტუციას ეხება და რომელმა ინსტიტუციებმა უნდა აიღონ თავის თავზე რომ აქამდე არ მივიდეს საქმე და იმ ახალგაზრდა ბავშვმა 12 წლისა თავისი უფლებებით რო იცოდეს. როდესაც იქ ისეთი რაღაცები წავიკითხე, სიმართლე გითხრათ, რომ ჩემთვის იყო წარმოიდგინეთ რა ის იყო ფაქტიურად ორგანიზებული დანაშაულის კვალიფიკაცია აქვს ჩემი აზრით. როდესაც ადამიანი გაკვეთილიდან გაყავთ რაღაც საქმეების შესასრულებლად და ამას ყველაფერს ბევრი ადამიანი ხედავს და დარწმუნებული ვარ იცის კიდევაც ეს ყველაფერი. პედაგოგი, ბავშვები, მშობლები, სოფელი, ნახე რამდენი ვინმეა ჩართული ამაში. და მოდი რა ჩვენ სამართალდამცავებიდან კი ნუ დავიწყებთ. დავიწყოთ თვითონ იმ პრობლემის ძირიდან და იქ დავიწყოთ აღზრდა განათლება მშობლების მათ შორის ამ ბავშვის მშობლები რომლებიც დარწმუნებული ვარ ამაში ვერაფერს არ დაგითმობ დამიგდე ყური და რატო თქვენ ტრადიციებს არ აქცევთ ყურადღებას ერთი წლის ასაკში გათხოვება არ არის არა მე სხვა რამეს ვამბობ რა ვაცადოთ კაი მაცადეთ მადლობთ
ესე იგი, ყველაზე მეტად ხო კავკასიაში, აზერბაიჯანში ხდება ხოლმე ეს იმ ტრადიციებიდან გამომდინარე. მსოფლიო ვითარდება უკვე 21 საუკუნეში ვარ და ამიტომაც ვერ ვღებულობთ ამას, იმიტომ რომ განვითარებას, სწავლა-განათლებას აქვს მნიშვნელობა და ვყალიბდებით, რომ ეს საშინელება, მაგრამ აი ეს ტრადიცია მაინც არის, აი საძირკველში არის. რატომ არის ერთი წუთით საქართველოში ნაკლებად არის და აჭარაში მაღალმთიან ადგილებში უფრო მეტად არის. რატომ? იმიტომ რომ იქ ჯერ განათლება არ არის ისე მისული და იმ ტრადიციას აქვს ის ძალა. ხო, აქ ტრადიციას რო თავი გავანებოთ, აბსოლუტურად სუფთა სამედიცინო კუთხით. აი გავანებეთ ტრადიციას, გავანებეთ ყველაფერს თან. სუფთა სამედიცინო კუთხით, ეს არის ნონსენსი, ეს არის საოცრება. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მე სულ ფიქრობ ერთ რაღაცას, რომ მედიის როლი არის განუსაზღვრელი, რა თქმა უნდა, მაგრამ ის რომ ადამიანები მართლა და გადაკიდებულები სოფელ უნდა დადიოდნენ. მე რამდენჯერ მithქვამს ეს აი მართლა რომ მე მივხვდი ერთ რამეს რომ ის რასაც პირდაპირ ეტყვი და გააგებინებ ადამიანს მედიაც კი ხანდახან არის უძლური ესეთ რაღაცებში გაცილებით მეტი აქტივობაა საჭირო და ამაში საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა იყვნენ ჩართულები სახელმწიფო ინსტიტუციები უნდა იყვნენ ჩართულები ჩვენ თვისობრივად უნდა შევცვალოთ ეს აი მენტალიტეტის დონეზე ეს არის უმძიმესი მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩასატარებელი რეკლამაზე გავიდეთ და პროფესიონალურთან ერთად ვისაუბროთ ამ თემაზე მე მგონი ყველაზე სწორი იქნება დავბრუნდით ეთერში სტუმრებთან ერთად ანა აბაშიძე არასამთავრობო ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი და ნათია კუჭოხიძე ფსიქოთერაპევტი ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის ანა ალბათ დავიწყოთ იმით რომ თუ შეგვიძლია შევაფასოთ რეალურად რა სიტუაციაა დღეს ნაადრევი ქორწინების კუთხით საქართველოში დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში თქვენს გადაცემაში პირველად სიტუაცია შეფასება ცოტა ძნელია იმიტომ რომ შეფასებისთვის გვჭირდება რაღაც კონკრეტული კვლევა რომელიც ცოტა საფუძვლიან მინიშნებებს მოგცემს. თუმცა არის ფრაგმენტული კვლევები, რომ ერთ-ერთ მათგანში მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული, როდესაც მუშაობდი სახელმწიფოს აპარატში. მაგ დროისთვის დაახლოებით 2-3 წლის წინ იყო ესეთი მონაცემი, რომ დაახლოებით 7000-ზე მეტმა გოგონამ დატოვა საგანმანათლებლო სისტემა. თუმცა იქ არ იყო მითითება, რომ ერთადერთი მიზეზი იყო ქორწინება, მაგრამ ცხადია არსებობს გონივრული ეჭვი, რომ აქ უმეტეს შემთხვევაში ქორწინება მიზეზი, მაგრამ აი მარნეული შემთხვევაში 400-ზე მეტი გოგონა იყო გარკვეულ პერიოდის განმავლობაში ესეთ სკოლის მიღმა, მაგრამ ყველასთან მიმართებაში იყო ქორწინება მიზეზი. თუმცა მე აქ მინდა მაყურებელმა იცოდეს, რომ მარნეული არ დავაკავშიროთ ეთნიკურ უმცირესობასთან, რადგან ეს არასწორი აქცენტი, როდესაც ხათაშორის ცდილობენ, როდესაც ამ თემაზე ლაპარაკობენ, რომ ეს პრობლემა მიამაგრონ, ესე ვთქვათ, თითქოს ეს არ არის ჩვენი პრობლემა. ეთნიკურ უმცირესობასთან რაც არასწორი, ცალსახად არასწორია და მათ უცნაურია, რომ ეს მოშორების ტოლფასია, იმიტომ რომ ის ეთნიკური მოსახლეობა არის ისეთივე მოქალაქე საქართველოს და ისევე უნდა ემორჩილებოდეს კანონებს და ისევე უნდა იყოს დაცული ჩვენს მიერ და ესეც არ არის არგუმენტი არანაირად ეს რაღაცა ძალიან მოძველებული არგუმენტია რბილად რომ ვთქვა. ქართული არგუმენტია და ეს მე არ მეხება. ხო, ეს ხადია. მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ საქართველოს ფაქტიურად მთელ ტერიტორიაზე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყველა კუთხეში ეს პრობლემა არის თანაბრად პრობლემატური. მაგრამ როგორ თავში რაც ვთქვი, კვლევა ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. სხვა ქვეყნებში, განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ამ ზოგადად ბავშვთა უფლებებს და ეს არის გენდერული თემა. პირდაპირ დაკავშირებულია ქალების მიმართ ძალადობასთან, ქალთა დისკრიმინაციასთან და სხვა ქვეყნებში ამას უთმობენ სერიოზულ ყურადღებას და წლის განმავლობაში რამდენიმე კვლევა იდება ხოლმე, აი ესეთი მიმართულებებს, მინიშნებებს, რა ცვლილებებია კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით ზომავენ და რაც მთავარია და საინტერესოა, ვთქვათ სოციოლოგები და სხვა თემის სპეციალისტები რო ზომავენ გარკვეული კვლევებით სამართალდამცავი უწყება ამას უსმენს და აი ამ კვლევების მიხედვით გეგმავს თავის პოლიტიკას. დღეს რა გვაქვს? აი ამ წუთასაც იწერება ძალადობის პრევენციის რაღაც სტრატეგია, სადაც ადრეულ ასაკში ქორწინებას საერთოდ არ ჩანს. ნუ სხვა პრობლემებზე რო არ ვილაპარაკო ამ დოკუმენტთან მიმართებაში. გარდა ამისა
აი ძალიან როგორ გითხრათ რა აი როგორ იქცევა იცი მოდი განსაზღვროთ ანა რა იცი რა ინსტიტუციები მონაწილეობენ ამ პრობლემის მოგონებაში აი ვის ეხება კონკრეტულად უშუალოდ ეს კარგი შეკითხვა იმიტომ რომ არ არსებობს ერთი ან ორი ინსტიტუცია რომელიც ამ პრობლემას მიხედავს გაეროს ბავშვთა გაეროს ფარგლებში არსებული კონვენცია როგორც თქვენ იცით და კომიტეტი არსებობს რომელიც ზედამხედველობას უწევს როგორ სრულდება ბავშვის უფლებები კონკრეტულ ქვეყნებში პირდაპირ ეუბნება რომ თუ შენ სისტემა არ ჩართე მაგალითად ეს იქნება ჯანდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურატურა სკოლები ცალკეული როგორც სიპები აღებული ყველამ ერთად თუ არ დაიწყო კოორდინირებული მუშაობა ეს პრობლემა ფაქტიურად ვერ დაიძრება ეხლა ჩვენ რა გავაკეთეთ წინა რამდენიმე თვის წინ შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება, ალბათ იცით, რომ იძულებითი ქორწინება გამოცხადდა დასჯადად და იქ სერიოზული, ესე ვთქვათ, სანქციები გაიწერა და ხალხმა ალბათ ჩათვალა, რომ ამით უშველით პრობლემას. მაგრამ რა ხდება? გრძელდება ისე, რომ ადამიანებს დისკომფორტი არც კი შექმნიათ. იმის გამო რომ ეს სისხლის არ არსებობს ამ კანონის ესეც ხომ არის. ასულება რომც იყოს ერთეულ შემთხვევებში ეს ვერ მოხსნის პრობლემას, იმიტომ რომ მე გისმენდით წინა ნაწილში თქვენ თქვით რომ მენტალური პრობლემა დგას. მენტალური პრობლემა დგას იმასთან დაკავშირებით რომ აი ადრეულ ასაკში ქორწინება ჩვენ საზოგადოებას დღემდე გონია რომ ეს არის ნორმა. მოიხმობენ კიდეც ჩვენს სანაკებო წინაპრებს რომ აი ბებია ჩემი 12 წლის 13 წლის ბებიას არავინ ეკითხება რას ფიქრობს ამაზე როგორ ახდებოდა და იშოშარა ეს ბებია უკვე აღარ არის ცოცხალი რომელიც 12 წელს გათხოვდა. თვალისწინებენ იმ დროს მაშინ რა ხდებოდა? თავის დაუცხადია ხალხო. ისტორიული რეალობა მაშინდელი და დღევანდელი ხო რადიკალურად განსხვავდება. მაგრამ ერთი რამ არის, უკაცრავად ნინო ჩავერთო, აი ამ შემთხვევაში რა იმდენად ძლიერია ხშირად საზოგადოებრივი აზრი და აი ზოგადად გამეფებული სიტუაცია რაღაც კონკრეტულ პატარა ჩაკეტილ თემებში, რომ ის ბავშვებიც, ხაზგასმით ბავშვებად მოვიხსენიებ მათ 12-13 წლის ასაკში, შეიძლება მართლაც, იმიტომ რომ ეს რაღაც თვითშეგონებით თუ არ ვიცი წამხედურობით ვერ გეტყვი, თვლიან თვითონაც, რომ ეს უკვე ჩვეულებრივი ნორმალური ამბავია და შეიძლება ვინმე რომ ჩაუტაროს მას რაღაცა შეხვედრა ან გამოკითხოს, მან თქვაც რომ დიახ, ეს იყო ჩემი ნება, მე არავინ არ დამაძალა, აბსოლუტურად მე თვითონ გადავწყვიტე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი გასაგებია რომ პრევენცია უშველის დაუშვათ აი ასეთ აზრებს, მაგრამ პოსტფაქტუმ აი ამ შემთხვევაში, როცა არის სახეზე 12 წლის ორსული გოგო, რომელიც ამბობს, რომ მე ჩემი ნებით გავაკეთე ყველაფერი. აი რა უნდა მოხდეს? მართლა ვერ ხვდები, დიდი კითხვის ნიშანი მაქვს მე პირადად, იმიტომ რომ წარმოდგენა არ მაქვს. უნდა მოხდეს ის რომ აი რა შეიძლება მე მოყვეს აი ამ მდგომარეობას. აქ ჩემი აზრით არსებითად მნიშვნელოვანია ორი ნაწილი გამოვყოთ თემაში. ერთია ქორწინება და მეორეა სქესობრივი კავშირი. სქესობრივი კავშირი არის ბავშვის უფლება. იმთავითვე. აქ ასაკი არ არის დაწესებული, ეს არის პირადი ცხოვრების ნაწილი, მაგრამ აღიარებულია, რომ არ არის რეკომენდირებული 18 წლამდე სქესობრივი კავშირის სამედიცინო და ფსიქოლოგიური, ვთქვათ, ასპექტებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს აკრძალვა არ არის. ბავშვებს არ უნდა უთხრათ, რომ აი სასწაულებს ჩადიან თუ ამას აკეთებენ 18 წლამდე. პრობლემა და ქორწინება აბსოლუტურად სხვა რამაა. მართალია საქართველოში ეს ერთი და იგივეა, მაგრამ იდეაში სხვა არის და აკრძალული არის სქესობრივი კავშირის შემთხვევაში თუ სრულწლოვანი ამყარებს კავშირს 16 წელს მიუღწეველთან, იმიტომ რომ აქ პრობლემა არის ნებაყოფლობითი ნაწილი, ანუ ნების ელემენტი არაა სახეზე და არის ძალიან კარგი საფუძველი, რომ იძალადოს სრულწლოვანმა არასრულწლოვანზე. ამიტომ თქვა კანონმდებლობა. თუნდაც ფსიქოლოგიური მანიპულაცია დაუშვებელია. ეხლა მაგალითად რო იყვნენ 13 წლის ბავშვები ან 14 წლის და 15 წლის, ამაში ვერავინ ჩაერევა, ეს არის მათი ნება, უბრალოდ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ეს არის რეკომენდირებული და ასე შემდეგ. ქორწინება სხვა თემაა. ქორწინება არის ის, რაც თელრიგ პასუხისმგებლობებთან არის დაკავშირებული და აქ უკვე სახელმწიფოს როლი არის გადამწყვეტად დიდი. დღეს კანონმდებლობაში პირდაპირ გვიწერია, რომ 16 წელს მიღწეულს შეიძლება მშობელმა თახობა მისცეს, თუ მშობელი თახობას არ აძლევს და პატივსადები მიზეზია, სასამართლომაც მისცეს თახობა და იქორწინოს. აი ეს ჩანაწერი, საკანონმდებლო ჩანაწერი უკვე სერიოზულ პრობლემას ქმნის. ჩვენ ჯერ კიდევ როდის რამდენიმე წლის წინ მივიღეთ რეკომენდაცია, რომ მოხსენით აი ესეთ ჩანაწერი და 18 წლამდე არავის არ მისცეთ უფლება იქორწინონ.
ნათიას მინდა ვკითხო, ხშირად იტყვიან ხოლმე ეს ადამიანი მომწიფებულია უკვე როგორც ქალი. ნუ ეს გარეგნული შეხედულებებით, მაგრამ აი რა მინუსები აქვს, მინდა რომ ამაზე კიდევ ერთხელ გაამახვილოთ თქვენ ყურადღება. ადრეულ ქორწინებას ფიზიოლოგიური მომწიფების გარდა უნდა იყოს ფსიქოლოგიური, სოციალური და ასე შემდეგ. აი რა პრობლემა ესმება? აი 12 წლის ასაკზე როცა ვლაპარაკობთ, ხო? და საკუთარ ნებაზე, კი ჩემი ნება სურვილით, თქვათ, რაღაც გარკვეული ბავშვს აქვს, თქვათ, ამ ასაკში, აი 9 წლის ასაკში დაახლოებით შემოდის კრიტიკული აზროვნება, ხო? მაგრამ თლად ბოლომდე, ესე იგი, ეს არ არის, ესე იგი, თინეიჯერობის დასაწყისი, ასე ვთქვათ. და თინეიჯერობა რა არის, ხო, ზოგადად? ეს არის ამბოხი, საკუთარ როგორც სხეულის ამბოხია, ასევე ცნობიერების ამბოხია. ესე იგი, ის დასწავლილი ქცევა, რაც მაქვს, რასაც მეუბნეოდნენ, თქვათ, ჩემი მშობლები, ამას უპირობოდ იღებს ბავშვი, თქვათ, 9 წლის ასაკამდე. მერე უკვე შემოაქვს თავისი. მერე თინეიჯერებისთვის მთავარი არის რა? ანუ რატომ შეიძლება დაეთანხმოს ამ შემთხვევაში მშობელს? მე უბრალოდ ახლა ეს აზრი გამიჩნდა, თუნდაც აი იმ თემში. იმიტომ რომ სოციალური სარგებელი არის თინეიჯერისთვის მთავარი. ანუ მთავარია თავის გარემოში, ანუ თინეიჯერების გარემოს გულისხმობ. აქ ყველაზე მეტად მათთვის პრიორიტეტულია ის, რომ მე როგორი წარმატებული ვარ ჩემს გარემოში, ანუ თინეიჯერების გარემოში. და თუ მე სარგებელს მაძლევ, თქვათ, ადრეული გათხოვება, აი ამ თვალსაზრისით შეიძლება ასე ვიფიქრო, მაგრამ ეს ხო არ არის რეალობასთან ახლოს არა. გათხოვება აბსოლუტურად სხვა რამეა, ქორწინება სხვა რამეა. ეს ქვეცნობიერის დონეზე ხდება თუ ადამიანი გაუცნობიერებელი აქვს თამათ. ეს ქვეცნობიერის დონეზე არ არის გაცნობიერებული. ისინი ასე ფიქრობენ, ძალიან ბევრი აზროვნების შეცდომა. ის რომ არასწორი სახელდება, აი მაგალითად სექსუალურ კონტაქტს და ის რომ მოთხოვნილება ქონდეს მოზარდ სექსუალური კონტაქტის ეს ნორმალურია აბსოლუტურად. მაგრამ ქორწინება არის აბსოლუტურად სხვა რამე. ის რომ ეს ყველაფერი გაიგივებული ერთმანეთთან ეს არის პრობლემა. და არც თულკაცრავად ნინო, არც თოულობენ ისინი ქორწინებას. აი თქვენ ახსენეთ მე ამბოხე თინეიჯერები. თავიანთი ფსიქიკით, თავიანთი განათლებით თუნდაც საკმაოდ მომზადებულები არიან, წინ უსწრებენ ყოველივე ამას. ამ შემთხვევაში ისინი არ თვლიან იმას, რომ მშობლები ჩაერიონ. ნუ ეს ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად არის, მაგრამ აი მე უცხოეთს გულისხმობ. ისინი ადრიანად იწყებენ თავიანთ სექსუალურ ცხოვრებას, სხვა რაღაც. იცით რა არის? აი, როდესაც ოჯახში არის ესეთი სიტუაცია, ანუ როდესაც ბავშვი იზრდება ესეთ გარემოში, როცა ხდება ჰარმონიული ურთიერთობა, ანუ მშობლებსა და ბავშვს შორის, რას გულისხმობ? ესე იგი, როდესაც არის ნორმალური სოციალური პირობები. ძალიან მაღალი კორელაცია არსებობს ადრეული სექსუალური ქცევის დაწყებასა და მძიმე სოციალურ პირობებს შორის, ანუ სიღარიბეს, თქვა ძალადობას და კონფლიქტებს შორის. ეს ძალიან ბევრი კვლევით არის დადასტურებული. იმიტომ რომ მიდის არისკო ქცევაზე, თქვა თინეიჯერი ჰარმონიულ ოჯახში, მაგრამ არ იწყებს ადრეულ, თქვა სქესობრივ კონტაქტებს. ანუ სადაც არის მაღალი რისკის ქცევა, თქვა დელიკვენტური ქცევა, ხო, სახლიდან გაქცევები, თქვა რაღაც სხვა გარემოს ძიება. ხო, აი ამ შემთხვევაში აი ეს არისკო ქცევა ძალიან მაღალ კორელაციაში ასევე ახლად დაწყებულ სექსუალურ ანუ ადრეულ ასაკში დაწყებულ, თქვა სექსუალურ კონტაქტთან. მე მაინტერესებს ახლა საქართველოს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ერთი მხრივ პროტესტი, მაგრამ მეორე მხრივ არის თუ არა შემაკავებელი ფაქტორი, როდესაც შენ იცი რომ საზოგადოების მხრიდან თქვა დასაგმობი იქნება შენი ეს აქციები და ამიტომ ხდება, ანუ ამიტომ ერქმევა აი ამ ქცევას ქორწინება, იმიტომ ხა კანონმდებლობით ამას ქორწინებას ვერ დაარქმევ, ხო? არ შეიძლება თუ ხდება ხოლმე აი სწორედ ეს მინდოდა მეკითხა, შეფასება იმ თქვა ოჯახების, სადაც ძირითადად ხდება ეს პრობლემა, ანუ რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, იგივე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, იგივე თქვა მამის ფაქტორი, რომელიც ხშირ შემთხვევაში გამსაზღვრელია ხოლმე გოგონების ქმედებასთან დაკავშირებით ფსიქოლოგიურ თვალსაზრისით, ხა თქვენ უბრალოდ ახსნით ამას. ანუ ძალიან ბევრი ფაქტორი, რაც პრინციპში თუნდაც ეს თინეიჯერობის ასაკი, რაც განაპირობებს ამ გოგოს მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღებას, თუნდაც ასაკი, რომელიც სწორედ
ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე გამსაზღვრელი, რომ იმ მშობლებისგან დააღწიოს თავი და ამის გამო ძალიან ხშირად არის ესეთი რამე, ანუ იღებს ამ გადაწყვეტილებას ძალიან ბევრჯერ ყოფილა. უბრალოდ ესეთი რომ აი მახსენდება თქვათ 15 წლის ასაკის გოგონას ასეთი ის რომ უბრალოდ მოწყენილი ვიყავი, მარტო ვიყავ და მარტოც ამ ბავშვის გარშემო არავინ არ იყო მაშინ, ანუ დედასაც ორ გარეთ იყო, მამას მისთვის არ ეცალა და ბავშვი იყო თავის ანაბარა და ამიტომ ეძებს თინეიჯერი გართობას ასე ვთქვათ ბჭალებში, ხო? სკაერს გოგცევს. მან ეს არის უნიკალური სისტემა, ანუ თინეიჯერების სისტემა თან ძალიან საინტერესო, ძალიან მომხიბვლელი. ეს არის ისე იგი რომ არა აი ესეთი მდგომარეობა მისი თქვათ რაღაც პროგრესისკენ არ შეიცვლებოდა კაცობრიობის სულა, იმიტომ არის ესეთი მეტაფორული გამოთქმაც, რომ თინეიჯერი გამოვიდა გამოქვაბულიდან და დაიწყო ძიება ახალი ტერიტორიებისო. ანუ ეს ყოველთვის ეს შემთხვევაა, აი მეს მაინტერესებს ძალიან. ეს ძიების შედეგია თუ პირიქით იმისი, როცა არანაირი გამოსავალი არ აქვს ადამიანს. ერთმნიშვნელოვანი არ არის ესეთი რამე, ანუ რაღაცის ცვლილება უნდა ადამიანს, ხო, რაღაცა უნდა შეცვალოთ, იმიტომ რომ არ იცის გაუაზრებელი აქვს ის, რომ რა ხდება მის ორგანიზმში, ხო, ამის ცოდნას თუ არავინ არ აძლევს, რომ აი რა ხდება ახლა ჩემ თავს, რა ფსიქოლოგიური პროცესები მიდის, რა ფიზიოლოგიური პროცესები მიდის ჩემს ორგანიზმში. და რაღაცეები რატომ მინდება, რაც ადრე არ მინდებოდა, თქვათ ესეთი რამეები. მეუბნევიან, რომ ყველაფერი საშიშია, არავინ არაფერს არ მიხსნის, რა არის საშიში და რატომ არის საშიში. ხო? და შესაბამისად თვითონ იწყებს ძიებას, ხო? ან თავის დაღწევის მიზნით, ან თქვათ ინტერესით, ეს ყველაფერი ერთად არის, არ არის ცალკეული რაღაც. ანა, რა მინდა იცით ანა კითხოთ, ადრე იყო მუტაცება ხოლმე, ხო? სულ რაღაცა რამოდენიმე წელია საკმაოდ აქტიურად იყო ხოლმე, რა ვიცი, ჩემ დროს იყო ეს მუტაცებები და ეს არის უკვე ძალადობა. დაერქვა სახელი. დაერქვა სახელი, აი ეს არის კაპტონან, დაერქვა სახელი პრობლემას, რომ მუტაცება ეს არის ჩემი ნების საწინააღმდეგო გაკეთებული ქმედება, ხო? შესაბამისად, მე გაცნობიერებული მაგრო ადამიანი, რომელიც მე მუტაცებას მიპირებს, ან თვითონ ის მუტაცებელი იცის, თინეიჯერია, მაგრამ იცის, რომ ამის კეთება არ შეიძლება, ხო? იმიტომ რომ ეს არის კანონდარღვევა, სახელი დავარქვით. და ეხლა აი ამას, აი ამ თემას, ხო? ჯერ სახელი არ აქვს, ვეძახით ადრეულ ქორწინებას, ამ დროს ეს ადრეული ქორწინება არ არის. ეს არის სხვა რამე აბსოლუტურად. ხო და საქართველოში იყო ასე, რომ უკვე მშობელი იძულებული იყო, რომ დათანხმებული. აი ეს არის ყველაზე საინტერესო. რატომ იყო მშობელი, თქვენი აზრით, მოტაცებული ქალის უკან და ხო ერთმა რომ დათანხმებული. აი ეს არის ყველაზე საინტერესო კითხვა, რომელიც სამდროში ხარჯდა და მე მინდა რომ იდა ანას მინდა რომ ზუსტად ამ კითხვით ქართველებში იყო, ნუ უყვარდა წყვილს ერთმანეთი ძალიან და ნუ მოიტაცეს ის გოგონა და ეხლა ამ დაზარალებულ ჩვენს სიძე რომელიც გვინდოდა და შენ ეხლა იმას ჯერ ხელუხლებელი იყო ის გოგონა როგორც ჩვენ ვიცით და რა თქვა გატეხილი ქოთანი მე არ მჭირდებაო გესმის რაშია საქმე აი ეს გატეხილი ქოთანია საქმე ხო არის აბა მე ძალიან რაღაცი თქვა მინდა ხო მაგრამ შენ სარეკლამო პაუზაში შემოვინახავ ჩემს აზრებს და ჯერ ზოგადად ხო მარტივი ამბავია სამართლებრივად ამას თავის დროზე როცა ეს ცვლილება შევიდა დაერქვა რომ ეს არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და მძიმე დანაშაული და რაც გასათვალისწინებელია პოლიტიკის დონეზე ავიდა ეს თემა გახსოვთ ხო როცა ეს დანაშაულად გამოცხადდა მე რაღაც პერიოდი ძალიან ბევრი ადამიანი დააკავეს ამის გამო და სერიოზულ პრობლემას შეექმნათ ბიჭებს ძირითადად სამართალდამცავ სტრუქტურასთან ეს არის სწორი ხედვა პოლიტიკის ოღონდ სამართალდამცავი სტრუქტურები იმიტომ რომ ზოგადად სისხლის სამართლის კოდექსში რაც წერია ვერ იქნება პრიორიტეტული ყველა ერთად ნორმალური გონიერი მოხელე ამ მიმართულებით განსაზღვრავს ნახავს საზოგადოებაში რა დანაშაულისკენ არიან მიდრეკილი ამ ტიპის საზოგადოება მაგალითად ჩვენ და ამ პრიორიტეტებს გამოყოფს დღეს ცალსახა პრიორიტეტია ადრეულ ასაკში ქორწინება ცალსახა პრიორიტეტია ქალთა მკვლელობები მაგრამ ამას როგორც პრიორიტეტს მაინც ვერ ხედავთ და როდესაც ეს ცვლილება შევიდა და პრიორიტეტად აღიარეს, სულ რამდენიმე წელი დასჭირდა, 2 თუ 3 წელი და უბრალოდ ეს ქცევა, დანაშაულებრივი ქცევა გაქრა.
აღარ არის სისტემური ხასიათი არ აქვს. სადღაც ცალკეულ შემთხვევებში თუ მოხდება ეს დანაშაულებრივი თვალსაზრისით პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ეს ყოველთვის იქნება, არაფერი არ აღმოიფხრება. დანაშაული არ ხდება, საერთოდ აღმოფხრა ეს საბჭოური ტერმინი არაფერი არ ხდება. მინიმალურამდე დადის. ზუსტად ესე უნდა მოხდეს დღეს, რომ ვამბობთ, რომ ეს არის პრობლემა, სწორედ აქ სხვა ღონისძიებებთან ერთად უნდა შემოვიდეს რეპრესიული მეთოდი, ანუ პოლიციელმა და პროკურორმა უნდა თქვას ძალიან მკაფიო და არაურაზროვნად. ეს არის დანაშაული და ყველა აგებს პასუხს. და როდესაც ეს ხალხისთვის გასაგები იქნება, რომ ეს მართლაც პრიორიტეტული საქმეა ქვეყნისთვის და მე ამისთვის დავისჯები, დამერწმუნეთ, რომ იკლებს ქცევა, არ გაქრება, მაგრამ იკლებს. აი ამ ასეთი მიდგომა არის ერთ-ერთი გამართლება, მაგრამ არა ერთადერთი. ამ შემთხვევაში, რადგან არასრულწლოვნებს ეხება საქმე, მხოლოდ დასჯა ვერ იქნება გამოსავალი და არის მენტალური გადაჯაჭვულობა, ანუ და უკაცრავად აზრი გამექცა, რა მინდოდა მეთქვა, მან ყველაზე მთავარი რა იყო. გატეხილი ქოთანი თუ გამთელებული ქოთანის თემა ეხა თვითონ ჯერ თავის თავთან დაეკითხა, რამდენჯერ გაატყდა თავად და აქედან დაიწყო სხვისი შეფასება. ეს კიდე ცალკე თემაა, სქესობრივი აქტივობა კაცებისთვის დასაშვებია და ქალებისთვის ეს არის დასაძრახი, აქ თავარი უთანასწორობა შეიძლება ითქვას. მეორე, მაგალითად, დღეს ასე აღარ ლაპარაკობენ. შეცვალა, პოლიტიკამ შეცვალა აზროვნებაც. ანუ ჩვენთან ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ უნდა განვითარდეთ და მერე ეს გვეშველება. ამას უველოდეთ. ერთი საუკუნე მაინც დაგჭირდება დაახლოებით და ნორმალურ ქვეყნებში მიხვდნენ, რომ ამდენი დრო ადამიანს არ აქვს და შემოიტანეს, ესე ვთქვათ, ხელოვნური ჩარევები, როგორიც არის დანაშაულად გამოცხადება, აკრძალვები, გარკვეული სანქციები და ასე შემდეგ, რომელმაც შეცვალა იძულების წესით ადამიანის ფიქრები. და ჩვენთან ჯერ კიდევ ველოდებით, როდის აღიარებენ კაცები, რომ ქალები ვართ თანასწორუფლებიანები. და როდესაც ისინი აღიარებენ, აი მე აღარ მოგვიტაცებენ. მე აღარ გაგვაუპატიურებენ. ეხა ერთი წუთი ძალიან დიდი ბოდიში, ხა თუ ჩემი ჯერია. ერთი რაღაც უნდა ვეკითხო. აი რაც შეეხება სკოლის, სულ გვაქვს ლაპარაკი პრევენციაზე, განათლებაზე და ასე შემდეგ. იყო რამდენიმე ზარი, პროდიუსერმა გვაცნობა, რომ ადამიანები თვლიან, რომ უნდა აუცილებლად ისწავლებოდეს რაღაცა გარკვეულ დონეზე. ოღონდ ეს რა არის ეს გარკვეული დონე? ყოველთვის კითხვის ნიშანია, იმიტომ რომ ჩვენ არაერთი სკანდალი გვახსოვს, როდესაც იყო მცდელობა რაღაც გარკვეული ტიპის წიგნების შეტანის სკოლაში, რომელიც ეხებოდა სექსუალურ განვითარებას, ძალიან დიდი პროტესტი მოყვა მშობლების მხრიდან. გვაქვს ორი ურთიერთგამომრიცხავი სურვილი. თან პრინციპში გსურს, რომ ჩვენი შვილები დაცულები იყვნენ და იცოდნენ, რასთან აქვს საქმე, თან არ გსურს იმ სახით მიეწოდოთ მათ ეს ინფორმაცია, რა სახითაც ამ შემთხვევაში არსებობს. აი ეს სკოლა როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში და რამენაირად შეიძლება ეს რომ კანონით დარეგულირდეს, რომ ვის რისი უფლება აქვს. თუნდაც უკვე ფაქტი, რომელიც ახლა ერთ-ერთი მიზეზია ჩვენი გადაცემის თემისა. ამ შემთხვევაში სკოლის დირექტორი, პედაგოგები არანაირ პასუხს არ აგებენ იმის შესახებ, თუ რა ხდება და უშუალოდ მათ როგორ არა, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში. თუმცა სკოლა ცდილობს თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა, აქ არის ორი მნიშვნელოვანი ნაწილი. პირველი, ყველა მასწავლებელმა და ადმინისტრაციის წევრმა უნდა იცოდეს კანონი რას გრძალავს. მინიმუმის მაინც უნდა იცოდეს არასრულწლოვანთა მიმართებაში როგორი რეგულაცია. დღეს შემიძლია თამამად თქვა, რომ სკოლის მასწავლებლებმა არ იციან კანონმდებლობა, რომელიც ევალებათ რომ იცოდნენ. ამ შემთხვევაში, აი ჩვენი გურჯაანის შემთხვევაზე რომ ვილაპარაკოთ, ძალიან სერიოზული სანქცია აქვს ამ დანაშაულს. და მინიმუმ როცა ვიცი რომ ეს ვთქვათ შეიძლება მოხდეს, ან მოხდა წარმომეშვება ვალდებულება შევატყობინო სამართალდამცა უწყებას, იმიტომ რომ აქ შეიძლება დანაშაული შეუტყობინებლობაზე გავიდეს ეფექტური სამართალდამცავი. გარდა ამისა, ამას რო თავი დავანებოთ, არსებობს რეფერალური მექანიზმი, ანუ ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, ან ეჭვი თუ გაგიჩნდა, არა აუცილებელი შენ მტკიცების ფორმით გქონდეს ეს ინფორმაცია, სკოლა არის ერთ-ერთი უფლებამოსილი არა, ვალდებული სუბიექტი, რომელმაც დაუყოვნებლივ, როცა მას ეჭვი გაუჩნდება, უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მინიმუმ სოციალურ მომსახურების სააგენტოს. არც ერთი ქცევა არ ფიქსირდება მასწავლებლების მხრიდან. ნუ ამას არ უნდა ბევრი მტკიცება, მასწავლებელი პირდაპირ ამბობს, მე ვიცოდი რომ მისი ნება იყო. ანუ მასწავლებელი საერთოდ არ ცნობს რეგულაციებს, არც კი იცის, მაგრამ ეს რომ მხოლოდ მასწავლებლის პრობლემა იყოს, მარტივად მოგვარებადი იქნებოდა, ეს არის სამინისტროს პრობლემა. ჯერ კიდევ 2 წლის წინ
არა პირველად, მაგრამ ერთ-ერთი ბოლო ესე მოთხოვნა 2 წლის წინ დავაყენეთ, როდესაც თქვით, რომ აი ადრეულ ასაკში ქორწინება და ზოგადად ბავშვის სკოლის მიღმა დარჩენა არის სამინისტროს პრობლემა და სამინისტრომ უნდა იფიქროს ამაზე. ერთ-ერთ შეხვედრაზე მახსოვს განათლების დღევანდელი მინისტრის მოადგილე ქალი მეუბნებოდა, რომ ბავშვი როცა სკოლის გარეთ გადის, სამინისტროს პრობლემა აღარ არის. ის რატომ არ დადის სკოლაში? რა მიზეზით გავიდა სკოლიდან და ასე შემდეგ. ანუ მან მოიცილა პასუხისმგებლობა და ეს არის არსებითად შეცდომა. არსებითი შეცდომა, იმიტომ რომ მას შიდა კანონმდებლობას და საერთაშორისო კონვენციებიც ავალდებულებს გაიგოს მიზეზი. სხვათა შორის შაშკინსაც ქონდა ესეთი ხედვა, რომ რამდენი ბავშვია სკოლაში და რამდენი დადის და არ დადის საქართველოს მასშტაბით, ეს ჩემ პრობლემა არ არისო. ასე რომ ხედვაში გვაქვს ჯერ რაღაცა შესაძლებელი და მე უნდა დავიძოთ დეტალების დონეზე. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს კონკრეტული кейსი და წინა რამდენიმე თქვენ გახსოვთ ხო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემთხვევა იყო, როცა ძროხაზე გადაცვალეს არასრულწლოვანი გოგონა გაათხოვეს და სანაცვლოდ მიიღეს რამდენიმე ძროხა. მე ერთის ისტორია ვიცი, რომ ეს სკოლის დირექტორმა მოიყვანა თავისივე მოსწავლე ცოლად. ესეთი ინფორმაციაც გავრცელდა. მე არ გამიგია ეგ. აი, ეს პრობლემა რაშია, იცი, ახლა მე ყურადღებით ვისმენ ამას ყველას და ერთ რაღაცას ვდარდობ სიმართლე რო გითხრათ და ანა მე დარწმუნებული ვარ მიხვდები რასაც გულისხმობ. სოციალურმა ქსელმა და აი ამ ვთქვათ იმან რომ დღეს ყველას თავის ტელევიზორი აქვს ცოტა ადამიანის უფლებების კუთხით ესეთი დარტყმები მიაყენა კონკრეტულ ადამიანებს. მე სიმართლე გითხრა ახლა ამ გოგონაზეც ვდარდობ, იმიტომ რომ მისი უფლებებიც საკმაოდ არის ახლა შელახული და დარღვეული და მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ შესაძლებელია აი ამ მდგომარეობიდან შემდეგ ამ ადამიანის გამოყვანა მშვიდობით, რაც გულისხმობს მშვიდობაში, იმიტომ რომ იმდენი ადამიანია მის წინააღმდეგ შეკრული და მთელი მართლაც რა იკრება, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელმაც არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ ეს ამბავი აქამდე არ მისულიყო. და დღეს აი ამ გოგონას ბედი მართლა ძალიან ყველაზე მძიმე დარტყმის ქვეშ ისაა. მედია გაშუქების თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მადლობა ამ საკითხის წამოწევისთვის. სტანდარტები, ანუ ერთი არა დანაშაულია ჩადენილი და მეორეა, აი ხა დამეთანხმებით რეტრაუმატიზაციას რა მარტივად შეიძლება მივყოთ ხელი. და ამ დროს აი მაგალითად ბოლო кейსს თუ გავითვალისწინებთ, თუ არ ვწდები, ერთადერთი წყარო, საიდან წამოვიდა სწორი ინფორმაცია სტანდარტების დაცვით დაფარული, აბსოლუტურად შეუძლებელი იყო იდენტიფიცირება შობლისაც, ბავშვისაც და სკოლისაც, იყო თუ არ ვწდები კახეთის საინფორმაციო ცენტრი, რომელმაც აი համაგალითოდ გააკეთა სიუჟეტი. რასაც ვერ ვიტყვი ცენტრალურ ტელევიზიებზე, რასაც ვერ ვიტყვი ჟურნალ გაზეთებზე, სადაც იწერება სენსაცია, არავის არ აინტერესებს ბავშვის განცდები იმ მომენტში და არ აინტერესებს მისი მომავალი. მაგიტომაა რომ რაღაც ერთი ნიუსი გაკეთდება და მეორე დღეს რა ხდება არავინ არ იცის. თავარი რეიტინგი იყოს. აი ეს არის ყველაზე მთავარი. ეხლა ხანს იყო გახსოვთ ახლო წარსულში ბავშვის გაუპატიურების кейსი, როდესაც არასრულწლოვანის გაუპატიურების, როდესაც მე ნუ გაშუქდა ეს ყველანაირი სტანდარტის დარღვევით და მე უბრალოდ პრობლემა იყო ის, რომ ეს ბავშვი ვერ იღებდა სერვისი ფსიქოლოგიური, სამედიცინო და ასე შემდეგ. არც ერთ ტელევიზიას აღარ აინტერესებდა აი ეს მერე რა ხდება და ნუ ჩვენ ვიცით, იმიტომ რომ გქონდა ურთიერთობა სამართალდამცავ ორგანოებთან, სერვის პროვაიდერებთან და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში საბედნიეროდ ამ ბავშვმა მიიღო ის სერვისი, რაც მას სჭირდებოდა, მაგრამ აი განწყობა არის ესეთი რა. ზოგადად ბავშვებთან მიმართებაში არსებობს გაზიარებული პასუხისმგებლობა. მე რა პროფესიის ვარ, არ აქვს ამას მნიშვნელობა და სად ვარ და ვინ ვარ. ყველა თანაბრად ვიზიარებთ პასუხისმგებლობას, ეს კანონშიც არის ჩაწერილი, სამოქალაქო კოდექსში პირდაპირ წერილია. ასევე არავინ არ იცის. რა თქმა უნდა. და ჩვენ უნდა გადავდოთ რაღაც ჩვენი ინტერესები გვერდით და ბავშვის ინტერესი, ჭეშმარიტი ინტერესი, რომელსაც ეძახიან საუკეთესო ინტერესი, არის პრიორიტეტი ყველას ინტერესზე. შობლის ინტერესზე პრიორიტეტიც არის. მაგრამ ეს ხო უნდა გავიაზროთ. ალბათ ამის მიხედვით ხასიათდებიან საზოგადოებები, ეს უკვე ჩემი სფერო აღარაა, თქვენი სფერო. მაგრამ მე მგონი რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, საზოგადოებამ უნდა იცოდოს. აი საზოგადოების ამაზე აუცილებლად ჩვენ ალბათ ცალკე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესო თემაა და ნათია უნდა დაგემშვიდობოთ, მაგრამ საბოლოო სიტყვა გვინდა რომ დაგითმოთ. ხო, ესე იგი, ჩემთვის არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც თქვათ გაჟღერდება რაღაცა მომენტია ესეთი მძიმე სიტუაციის და შემდეგ რა ხდება? ანუ რაზე დაგვაფიქრა აი ამ სიტუაციამ, რა უნდა გავაკეთოთ, რა არის აუცილებელი, ხო? იმიტომ რომ ბავშვის თემა არის ძალიან სენსიტიური თემა.
ჩვენ თუ არ დავიფარეთ, ანუ ესე იგი დავიფარეთ როგორ თან ინფორმაცია უნდა გაჟღერდეს, მაგრამ თან კონფიდენციალობა უნდა იყოს დაცული, რასაც არ ვაკეთებთ სამწუხაროდ. და ძალიან მნიშვნელოვანია აი ეს განათლების თემა, რაც არის, ანუ რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ უნდა იცოდეს. ძალიან კარგი მოდელები არსებობს ფინეთში, თუ გინდაც გერმანიაში, თუ გინდაც ნიდერლანდებში, სადაც ყველაზე დაბალია ადრეული ქორწინება, აბორტების რაოდენობა ძალიან მცირეა და ასე ყურადღებობა ძალიან მცირეა. მაღალი არის, ანუ ეს ყველაფერი, ანუ არასრულწლოვნებში თქვათ შობადობა ამერიკაშია ძალიან მაღალი, რუსეთში არის მკვდრად შობადობა ძალიან მაღალი. ანუ სადაც განათლების სისტემა იმდენად ეფექტურად არ მუშაობს და ამაზე უამრავი კვლევაა დადებული და მე მაგალითად ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, რომ მსგავსი განათლების სისტემა შემოვიდეს ჩვენთან და ის რომ ადამიანმა იცოდეს თავისი ფიზიოლოგია, ანუ როდესაც მწიფდება ადამიანი, ხო, იმ ადამიანს აქვს უფლება, ანუ ბავშვს აქვს უფლება იცოდეს რა ხდება მის ორგანიზმში, იმიტომ რომ არავინ არ უხსნის ამას, არც მშობელი, არც პედაგოგი, არც ჯანდაცვის სპეციალისტი, არც ლოგოდი და არც არავინ. ინფორმაცია იწყებს მე თვითონ კვლევა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ მიაწოდებს ამ ინფორმაციას, იმიტომ რომ არ შეიძლება ნებისმიერ და ამიტომაც ამ ინფორმაციას მაინც პოულობენ და პოულობენ იმ ადამიანებსგან, რომლებიც არ არიან კომპეტენტურები. და ეს ყველაფერი დამახინჯებულად ეწდება. როდესაც მედიაც კი წოდავს ამ მიმართულებით, ნუ თავისთავად ცხადია, ახლა დანარჩენი და ეს ამ ყველაფერს მივყავართ შემდეგ უკვე პერვერსიებამდე, ანუ 1000 გვარ პერვერსიამდე და აი ესეთ ძალიან მძიმე მოვლენებამდე განათლების არ ქონას მივყავართ აი აქამდე. ხო, ელემენტარული განათლება. ძალიან უწუხარო, რომ ესეთ ძალიან მძიმე ნოტაზე უნდა დავამთავროთ, მაგრამ ეს ზუსტად ის მესიჯია, რომელიც ალბათ ყველა ჩვენგანს მინდოდა რომ რაღაცა ცოტა დრო გვაქვს, ბოლო რაღაც მინდა 20 წამი ანა უნდა ჩავდიო. ძალიან მნიშვნელოვანი განათლება ვიძახით, მაგრამ ამას წიდება დიდი რესურსი და უკვე აღიარებულია, რომ ამ რესურსს ვერც NGO, ვერც კონკრეტული მედია ვერ აწევს და უნდა ვიცოდეთ და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ამის პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს. მაგრამ დღემდე საინფორმაციო კამპანია მე არ მახსენდება სახელმწიფოს მხრიდან ნაწარმოები, ასე რომ როიცოდეთ ვისი ვალია, რომ ჩვენ ვიყოთ უკეთესი მოქალაქეები, არა მარტო ჩვენი, არამედ უმეტეს შემთხვევაში არის სახელმწიფოს, იმიტომ რომ რესურსია საჭირო და ამის შესაძლებლობა მოქალაქეს კონკრეტულს არ აქვს. მით უმეტეს ჩვენ ვიხდით სახელმწიფოს ფინანსური რესურსია საჭირო. ეს ჩვენი შეკვეთილია. ძალიან დიდი მადლობა. ამ დღეს ჩვენ დავამთავრებთ ამ თემაზე საუბარს და დაგემშვიდობებით, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ამ სტუდიაში და სხვა სტუდიაშიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩვენ ძალიან ხშირად ვისაუბრებთ ამ თემაზე, იმიტომ რომ ეს არის ის მიმართულება, რომელშიც განათლება არის მართლაც პრიორიტეტული და ჩვენ ძალიან ვეცდებით, რომ ჩვენი მხრიდან ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში. დიდი მადლობა მომწონებთ. დიდი მადლობა თქვენ. ჩვენ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამ შემთხვევაში ძალიან ცოტა დრო დაგვჭირდა, იმიტომ რომ მაქსიმალურად დავუთმოთ ჩვენ სტუმრებს დრო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონკრეტულად ის თემაა, რომელსაც ჩვენს მათ შორის, იმიტომ რომ თუნდაც იმის გამო, რომ ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ ასეთ ტიპის თემებს, ხშირად უნდა ვილაპარაკოთ, მე ვხედავ აუცილებლობას და დარწმუნებული ვარ, რომ იმ ზარების რაოდენობის მიხედვით თუ იმჯერებს, რომელიც იყო, ჩვენ საზოგადოებასაც აქვს სურვილი, რომ მოისმინოს კომპეტენტური ინფორმაცია, არ მხოლოდ უბრალოდ ილაპარაკოს ამ თემაზე. ეს ძალიან დიდი განსხვავებაა ჩემთვის, როცა ადამიანს აქვს სურვილი უბრალოდ ილაპარაკოს თემაზე და როცა აქვს სურვილი მოისმინოს ისეთი აზრი, რომელიც მას უქმედებს, უბიძგებს რაღაც გარკვეული ქმედებებისაკენ, ან იმისკენ იმას ასწავლის თუ როგორ არის სწორი ამ შემთხვევაში მოქცევა და რა უნდა გააკეთოს თუნდაც მშობელმა იმისთვის რომ უფრო თუ სურვილი აქვს რა თქმა უნდა რომ უფრო ყურადღებით იყოს რომ თუ მშობელი ახლის რომ სწორია ის რაც ხდება სალომე აი გარი მთელი არის მშობლები ეს არის მშობლებისთვის განათლება მშობლებისთვის განათლება ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ის თulis რომ სწორი ეს არის და ასე 12 წლის გათხოვდა თვითონ 12 წლის გათხოვდება მისი შვილი და ასე შემდეგ ანუ ეს არის მათთვის მიღებული ფორმა მიღებული აი ჩვეულებრივი ამბავი. ის თulis რომ ოჯახიდან გავა ადამიანი, რომელიც უკვე შეუსუბუქებს მას პირად ცხოვრებას და ამ დროს იმეტებს თავის გაჩენილ არსებას საშინელი ცხოვრებისათვის, იმიტომ რომ ის ხომ მზად არ არის არანაირად არც ფიზიკურად, არც გონებით, არაფერი. არც მორალურად. არანაირად არ არის მზად. ოჯახი მარტო ის პატარა სიყვარული, იქ ურთიერთგაგებაზეა, იქ თანაგრძნობაზეა, იქ გვერდზე ამოდგომა, რაც პატარა ბავშვს ეს არანაირად არ შეუძლია. ის ხდება ძალადობის მსხვერპლის შემდეგ აუცილებლად. კი ბატონო, მთელი ცხოვრება. მთელი საზოგადოების მხრიდან ხდება
ძალადობის ხვეპლი ამ შემთხვევაში. აი ამ შემთხვევაში ხო უბრალოდ აღარ მინდა კიდევ ხშირ ვარ ის ორი გოგონა, თორე ეს შემთხვევა არ არის. ორივე ძალადობის ხვეპლია, ოღონდ ეს არ არის პირდაპირ ფიზიკური ძალადობა, შესაძლოა ეს არის ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა და წინასწარი განწყობა იმ საზოგადოებისა, რომელიც ამას იღებს ნორმად, შემდეგ არაფერს არ აკეთებს, რომ ეს ყველაფერი აღკვეთოს, იმიტომ რომ ცხადია, რომ მიაჩნია ნორმალურია და ურჩევნია, რომ გაიხედოს სხვა მხარეს, როდესაც მის გვერდით რაღაცა საკმაოდ დიდი პრობლემა იზრდება. უკაცრავად ნინო, მშობლის უდიდესი დანაშაული ის იყო წინათ, რომ მზით ხო გამზითვებდნენ ხოლმე და თოჯინას ატანენ. ესე იგი იწოდა იმ მშობელმა, რომ ეს თოჯინა მისთვის საჭირო იყო როგორც სათავე. ნანა, კი, მაგრამ ეს იყო შუა საუკუნეებში. მას მერე დიდი დრო გავიდა. მე ერთი რამ მინდა აუცილებლად თქვა, აი ძალიან ბევრი გადაცემის მერე კონკრეტული პრობლემის კონკრეტულ პრობლემაზე საუბრის და მსჯელობის შემდეგ რჩება ყოველთვის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აზრი, ვფიქრობ, არ ვიცი შეიძლება ვცდები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონების განვითარებას. ქვეყნის სიძლიერე რომ აი რეგიონების განვითარების არ ვიცი 70% არის, მე მგონი, იმიტომ რომ როცა რეგიონი ვითარდება, როცა იქ არის ინფრასტრუქტურა განვითარებული, როცა იქ არის საბავშვო ბაღი დონეზე, სკოლა დონეზე, კინო ბიბლიოთეკა 1000 სხვა ინტერესი ჩნდება, რომ ადამიანი დაკავდეს მილიონი იმ სიახლით, რაც შემოდის მსოფლიოში და დედამიწაზე, აი ასეთი რაღაცების პრევენციას უსათუოდ გამოიწვევდა რეგიონების განვითარება. ამიტომ ქვეყნის განვითარებაზე თუ ზრუნავთ და მის განათლებაზე ვფიქრობთ, ალბათ რეგიონების განვითარება ამ პრობლემას ნაწილობრივ გადაჭრიდა. მე ასე ვფიქრობ, არ ვიცი. შეიძლება ვცდები, მაგრამ საფიქრალია არის ალბათ. გემშვიდობებით, მშვიდობიან უქმე დღეებს გისურვებთ ორ შაბათამდე.